ძალიან ბედნიერი ვარ, კეთილი იყოს თქვენი ევროკავშირში დაბრუნება. ამ სიტყვებით მიულოცა გამარჯვება დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერმა, უნგრეთის ახლადარჩეული პოლიტიკურ ლიდერს. ვიქტორ ორბანის მმართველობა დასრულდა. ამ ეტაპზე მაინც. თუ კი ამ ვიდეოს უყურებ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ეს ვიდეო მოიწონო, ჩემი არხი გამოიწერო და შენი აზრი კომენტარების სახით დამიფიქსირო. თქვენ წარმოიდგინეთ ყველაზე მეტად არა უკრაინას ან რომელიმე სხვა ქვეყანას, არამედ პოლონეთისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი ორბანის მმართველობის დასრულება და მოკავშირის დაბრუნება უნგრეთის სახით. 16 წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანს ფეხი წაუწდა და მართვისადავეები დაკარგა. ეს ის ორბანია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში თავს ირეკლამებდა როგორც ანტი-ვოუკ პოლიტიკოსი, რომლის გარეშეც უნგრეთი ვერ გადარჩებოდა და პოლიტიკოსი, რომელიც მნიშვნელოვანი ხიდი იყო ევროკავშირსა და რუსეთს შორის და დონალდ ტრამპის საუკეთესო მეგობარი. ამ ყველაფრის მიუხედავად უნგრელმა ხალხმა ამ უძლიერეს პერსონაჟს თუ შარლატანს უთხრა, რომ კმარა. ორბანმა უბრალოდ არ წააგო აღნიშნული რბოლა, არამედ წააგო დიდი სხვაობით და იძულებული გახდა ნაადრევად ეღიარებინა მარცხი. მადიარის პარტიამ მოიპოვა 141 ადგილი, 199 ადგილი ამ პარლამენტში, ხოლო ორბანის პარტიამ 52 ადგილს დაჯერდა. აწ უკვე ყოფილმა ოპოზიციამ და ახლა უკვე მმართველმა გუნდმა მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ ყველაფრის შეცვლა, რასაც საჭირო ჩათვლიან. ორბანი აღმოჩნდა იმ ხაფანგში, რომელსაც ის უგებდა მუდამ სხვებს. ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ორბანმა შექმნა, მუდამ ხელს უწყობდა მმართველ ძალას, რომ გაემარჯვა საჭირო ხმები მოებილიზებინა და გარდა ამისა, მმართველ გუნდს ხელთ ეპყრა ყველა ის რესურსი, რაც ძალაუფლებას უნარჩუნებდა. შეიძლება მოესყიდა თავისი პოტენციური ამომრჩეველი და პასუხი ვერც ვერავის მოითხოვა. უდიდეს ზეწოლას ახდენდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე და ასე შემდეგ. ორბანს ვერც ჯიდი ვენსის ჩამოსვლამ უშველა და ვერც ტრამპის ვირტუალურმა მხარდაჭერამ. ტრამპი დაპირდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ორბანს დაუჭერდნენ მხარს, დიდ ინვესტიციებს ჩადებდნენ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა როგორც ჩანს, აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი საერთო ფონის შესასვლელად. ორბანმა ყველაფერი სცადა, ყველას და ყველაფერს შეეხო, არ მოიშვა ზელენსკისა და მის ლანძღვას, თუმცა ამ ყველაფერმა საპირისპირო შედეგი მოუტანა. მეორეს მხრივ იყო და არის პიტერ მადიარი, რომელმაც მოიარა მთელი ქვეყანა. არ დატოვა სოფელი და ქალაქი, სადაც არ ჩავიდა და ხალხს აძლევდა იმედსა და პირობას, რომ დასრულდებოდა უკონტროლო კორუფცია. ეკონომიკას მისცემდა სწორ მიმართულებას და შეწყვეტდა არსებულ ცენზურას. ორბანმა შექმნა იდეა და განწყობა, რომ ის არის პირი, რომელიც უნგრეთს ამუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ყველაზე პოპულარული ადამიანი მთელი ევროპის მასშტაბით. ეს მითი დაიმსხვრა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისი მოახლოვდა უნგრეთის კართან. დარწმუნებული ვარ, შენც ისევე როგორც მე, გვაინტერესებს ვინ არის პიტერ მადიარი და საიდან მროდის და რისთვის გამოჩნდა ასეთ დიდ ასპარეზზე. ვიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებს შეხვდა ორი მთავარი პრობლემით. პირველი უპირობოდ არის ეკონომიკური სტაგნაცია, გაბატონებული კორუფცია და გლობალური კრიზისი არ ეხმარება ორბანს უკეთ გაყიდოს საკუთარი ტყუილები. სხვათა შორის ორბანი მთავრობაში დაბრუნდა ეკონომიკური კრიზისის დროს და პირველი ნაბიჯი, რაც მაშინ გადადგა იყო 25 მილიარდი ევროს სესხება ევროკავშირისგან. რა იყო მისი გეგმა? არსებული ვალის დაფარვა, ბიუჯეტის დაბალანსება და ეკონომიკის სტიმულირება, რაც გამოიხადებოდა იმაში, რომ სახელმწიფო აფინანსებდა სხვადასხვა პროგრამებს, სტარტაპებს და ასე შემდეგ. გარკვეულ საკითხებში დაუწია გადასახადს, ხოლო გარკვეულ საკითხებში კი პირიქით მოუმატა. დროის გასვლასთან ერთად ორბანმა დაიწყო ძალაუფლების ცენტრალიზაცია და ოპოზიციის დეგრადირება. ხშირად ხდებოდა ფულის უსაფუძვლო ბეჭდვა, რასაც შედეგად ინფლაცია მოყვებოდა. ამის დასაბალანსებლად კი კომპანიებს ამა თუ იმ მიზეზით აჯარიმებდა. ყველაზე ხშირი მიზეზი იყო ის, რომ კომპანიები პროდუქტებზე ხელოვნურად ზრდიდნენ ფასებს, რის გამოც დიდ ჯარიმებს უწევდა მათ. რეალობა კი ის იყო, რომ ფასები ინფლაციის გამო იზრდებოდა და ჯარიმების დაწერის მიზეზიც არა ფასების ზრდა, არამედ ბიუჯეტის შევსება იყო. ზედიზედ მეოთხე წელია უნგრეთი ითვლება ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ ევროკავშირში და ამავდროულად ითვლება, რომ ყველაზე ღარიბიცაა. ამის პარალელურად ორბანი და მისი გარემოცვა უკონტროლოდ და უსაზღვროდ მდიდარდებოდა. იშენებდნენ ვილებს და ფაქტობრივად ყველა გავრცელებულ სკანდალში შეჰქონდათ თავიანთი წვლილი. ჩვენთვის არ არის უცხო ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ორბანთან დაკავშირებული პირები კონკურენტოდ ან თუნდაც პირდაპირი მიყიდვისა თუ არჩევის გზით იგებდნენ ტენდერებს. საიდან და როგორ ხდებოდა ორბანის ნაცნობი სატექნიკოსის თუ ელექტრიკოსის გამდიდრება თვასა და ხელშუა? ტენდერების გზით. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ორბანს ჰქონდა, იყო სახელმწიფო უწყებები და საყოველთაო დაზღვევა. თავისუფლების ინდექსით ყოველწლიურად ქვეითდებოდა უნგრეთი და ამ მონაცემებითაც ევროკავშირის მასშტაბით ბოლო ადგილს იკავებდა, თუმცა აღნიშნული ინდექსით ორბანის ხელახლა მოსვლამდე უნგრეთი საკმაოდ კარგ პოზიციას იკავებდა.
ყველა ეს პრობლემა ერთად კი გასაკვლევებლად რთული აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ საზოგადოებაში გაქრა ნდობა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე აღმოცენდა მის წინააღმდეგ. პიტერ მადიარი გახლავთ 45 წლის ახალგაზრდა უნგრელი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან მოდის და რომელსაც საკმაოდ დიდი სანაცნობო ყავს პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აბა თუ გამოიცნობთ, ვისი პოსტერი ჰქონდა მადიარს კედელზე გაკრული თინეიჯერობისას. ვიქტორ ორბანის. პიტერის ნათესავია ფერენჩ მადლი, რომელიც ორბანის მმართველობის პირველ ეტაპზე იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას. სულ რაღაც 2 წლის წინ ის დაკავშირებული იყო ორბანის პარტიასთან და დაქორწინებული იყო ჯუდიტ ვარგასთან, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ორბანის მთავრობაში. მოკლედ მადიარისთვის ეს სივრცე და ამ საკითხების ირგვლივ ყოფნა უცხო არ არის და არც პოლიტიკისთვისაა პიტერი უცხო. ვერ ვიტყვით, რომ პიტერი რადიკალი მემარცხენე ან მემარჯვენეა, მაგრამ მმართველობის პირველი წლები სხვა არის ხოლმე და ხშირად შემდეგი წლები იცვლება ხოლმე. ვიქტორ ორბანი ცნობილი იყო როგორც მთავარი ანტიკომუნისტი და პირველი, ვინც მოსკოვს წინ აღუდგებოდა, თუმცა წლების შემდეგ ორბანის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და უკვე ბოლო წლებში პუტინის კარის ჯამბაზად იქცა. მთელი თაობისთვის ორბანი აღიქმებოდა როგორც დემოკრატი და ევროპული უნგრეთის ლიდერი. პიტერი რეალურად არ ცვლის ფესვებს, არამედ ცვლის მიდგომებსა და პოზიციას. რეალურად მიზანია დაუბრუნდეს უნგრეთი იმასაც მანამდე იყო, მათ შორის ორბანის პირველი მმართველობის პერიოდში. გაინტერესებთ, როდის და რის გამო დაუპირისპირდა მადიარი ორბანის პარტიას? 2024 წელს მორიგი სკანდალი გასკდა. უნგრეთის პრეზიდენტმა შეიწყალა ნასამართლევი ოფიციალური პირები, რომლებიც გაასამართლეს იმის გამო, რომ ბავშვთა სახლში ამეტებდნენ თავიანთუფლებამოსილებას. მეტ დეტალს აღარ ვიტყვი, ჩემი აზრით, მიუხედავად მარტივი იქნება. ბევრი უნგრელისთვის ორბანი და მისი გარემოცვა ითვლებოდა ქრისტიანობის მაგალითად, თუმცა აღნიშნული სკანდალის შემდეგ ყველაფერი თავდაყირად ადგა. სკანდალების რიგი დადგა და საჭირო გახდა ცვლილება, კურსის ცვლილებაც მათ შორის. სწორედ ამ დროს ჩნდება უფრო დიდ ასპარეზზე პიტერ მადიარი. 2024 წელს ინტერვიუში ამბობს პიტერი, რომ ორბანი ვერ შეძლებს გაიქცეს სკანდალებსა და პასუხისმგებლობას. ამასთან ორბანი და კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახი აკონტროლებენ მთელ უნგრეთს და ეს ართმევს შესაძლებლობას მთელ უნგრეთს იცხოვროს თავისუფლად და მშვიდად. აღნიშნული ინტერვიუ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. კერძოდ 3 მილიონმა უნგრელმა. მადიარში დაინახეს ახალგაზრდა პერსპექტიული ადამიანი, რომელსაც შესწევდა უნარი, ღიად ეთქვა სიმართლე და შეიცვალა არსებული რეჟიმი. სწორედ ამ დღიდან იწყება ორბანის რეიტინგის მკვეთრი დაცემა. მადიარს ორბანისგან განსხვავებული სტილი ჰქონდა. ერიდებოდა ისეთ საკამათო საკითხებზე კომენტარების გაკეთებას, როგორიც იყო პრაიდი და ასე შემდეგ. ის ამბობდა, რომ მსგავს საკითხებზე აპელირება ან მათი აკრძალვა ორბანის ხრიკია, რომ დაფაროს ის საშინელი რეალობა, რომელიც ქვეყანაში მან და მისმა გარემოცვამ შექმნეს. მადიარი ჭკვიანურად უდგებოდა ყველა შესაძლო საკითხს, სადაც მისი დამარცხება ან აგდება იყო შესაძლებელი. მაგალითად, როდესაც გავარდა ხმები მისი ინტიმური ვიდეოს გავრცელების შესახებ, მან ღიად და დაუფარავად უპასუხა: "დიახ, მე 45 წლის ახალგაზრდა ვარ და მაქვს ჩემი სექსუალური ცხოვრება სრულწლოვან ადამიანთან. მიდი ორბან, გაასაჯაროვე ყველაფერი, რაც გაქვს." პიტერისა და მისი გულშემატკივრების უპირატესობა იყო ის, რომ ორბანისგან და მისი გარემოცვისგან განსხვავებით უკეთ იყენებდნენ სოციალურ ქსელებს და მედიას. ამასთან, განსხვავებით სხვა ოპოზიციისგან სხვადასხვა დროის, მადიარი არ შემოიფარგლა ბუდაპეშტით. არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშალა ფრთები და მოიარა მთელი ქვეყანა. პიტერი პირდაპირ ეუბნებოდა ამ მომრჩევლებს, რომ მომეცით შესაძლებლობა ვაკეთო ისასაც ვიქტორ ორბანი წლები აკპირდებოდა და არასდროს შეუსრულებია. პიტერის ერთ-ერთი საინტერესო დაპირება იყო ის, რომ შეზღუდოს პრემიერ-მინისტრად არჩევის შესაძლებლობა 8 წელზე მეტი ხნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორბანს აღარ ექნება შესაძლებლობა კვლავ გახდეს ქვეყნის პრემიერი. ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხია უნგრეთისთვის. ევროკავშირი თავის მხრივ ასევე საჭირო და მნიშვნელოვანი წინაპირობებს უყენებს უნგრეთის ახალ მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყანას კვლავ ჰქონდეს წვდომა იმ მილიარდებთან, რომელთა მიმართაც წვდომა ორბანის პოლიტიკამ შეზღუდა და მისი სრულად გაუქმების შესაძლებლობის წინაშე დააყენა. რას ითხოვს ევროკავშირი უნგრეთის ახალი ხელმძღვანელობისგან? ურსულა ფონ დერ ლაიენი ძალიან ბედნიერია იმით, რომ უნგრეთში მმართველობა შეიცვალა და ორბანი ჩამოაცილეს ხელისუფლებას, არა ვინმეს ან რამეს ჩარევით, არამედ უშუალოდ უნგრელმა მოსახლეობამ მისცა მის წასვლას ხმა. ევროკავშირის მკაფიო სამი მოთხოვნა უნგრეთმა მოხსნას თავისი ვეტო და გაიცეს უკრაინის მიმართ 90 მილიარდი ევროს ოდენობის ცესხი, ასევე მოიხსნას ვეტო უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე და ასევე მოიხსნას ვეტო რუსეთის წინააღმდეგ მეოცე სასანქციო პაკეტის დაწესებას და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად დაუბრუნდეს უნგრეთი დემოკრატიას, როგორც აქამდე, ვიდრე ორბანი საკუთარ კურსზე გადაიყვანდა ქვეყანას. თავის მხრივ უნგრეთის ინტერესია, რომ ევროკავშირის მეგაყინული თანხები მიიღოს, კერძოდ
18 მილიარდი ევრო, ასევე 16 მილიარდი, რომელიც უშუალოდ თავდაცვის მიზნებისთვის არის გამოყოფილი და ამ შემთხვევაში კვლავ გაყინული. ამასთან, ერასმუსის და სხვა სახის ფონდების დაფინანსების აღდგენა მნიშვნელოვანია უნგრელი ახალგაზრდებისა და სამეცნიერო წრეებისთვის, რაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ორივე მხარეს აქვს მოთხოვნები, თუმცა ზოგი მკვეთრად განსხვავებული, ზოგი კი შედარებით მსგავსი. პიტერ მადიარისთვის სენსიტიური საკითხია უკრაინის ამბავი და ევროკავშირის მიგრაციის შესახებ კანონი. პიტერის ამორჩეველთა უმეტესობა უკრაინის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, ხოლო მიგრანტებისთვის საზღვრის ფართოდ გაშლის მომხრე არც პიტერია და არც მისი მომხრეები. ბოლო საუბრებში მან ღიად განაცხადა, რომ უჭერს მხარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, თუმცა აღნიშნული მოხდება 10 წელში და არა ახლა. ევროკავშირის მსგავს სიტუაცია უკვე ჰქონდა პოლონეთთან მიმართებით. კერძოდ, დონალდ ტუსკის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლონეთის ახალ ხელმძღვანელობასა და ევროკომისიას შორის შედგა შეხვედრა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ გაყინული 100 მილიარდი ევრო სანაცვლოდ პოლონეთი დახვეწდა თავის კანონმდებლობას და მეტად დაუახლოვებდა მას ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა წლები გადის და შედეგი ჯერ კიდევ არ არის დამდგარი. ახალი ხელშემშლელი ფაქტორი გახლავთ პოლონეთის ახალდარჩეული პრეზიდენტი, რომელიც ტუსკის ნებისმიერ მცდელობას ბლოკავს. მსგავსი შეცდომის თავიდან ასარიდებლად ევროკომისიას მოუწევს მეტად აკურატულად მოქმედება. ბრმადნდობა აღარ გვექნება სახეზე, ამიტომ უნგრეთს მოუწევს ამ ნდობის მოპოვება. იმისთვის, რომ ევროკავშირში მუშაობას სრულფას უნდა დაუბრუნდეს. ევროკავშირისთვის ორბანის პოლიტიკა კარგი გაკვეთილი იქნება იმისთვის, რომ მსგავსი რისკები წინასწარ იყოს დაზღვეული და გამოსავალი წინასწარ განსაზღვრული. ევროპის შუაგულში არსებული ავტორიტარიზმი და პუტინის ერთგული მეგობრობა მიუახლოვდა დასასრულს. პიტერს არც თუ სასურველი რეალობა ხვდება. კერძოდ კი გაფუჭებული ურთიერთობა სამეზობლოში, კორუფციის მაღალი დონე, უფუნქციო და ნეპოტიზმით სავსე საჯარო სექტორი, მძიმე სიტუაცია ევროკავშირსა და ნატოში და ეს სირთულე იმდენად მძლავრია, რომ ძალიან ცოტა დააკლდათ, რომ უნგრეთი არ გაერიცხათ ორივე ამ გაერთიანებიდან. კარგია, რომ მსგავსი პოლიტიკოსი მარცხდება, თუმცა უფრო კარგი იქნება, თუ მსგავსი რისკებისა და საშიშროების წინაშე არ აღმოჩნდებიან ქვეყნები კვლავ. ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ მალე მოახერხებთ განვითარებულ სამყაროსთან ურთიერთობის აღდგენას. თუ კი ამ ვიდეოს უყურებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ეს ვიდეო მოიწონო, ჩემი ახი გამოიწერო და შენი აზრი კომენტარების სახით დამიფიქსირო.